ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ კონფერენციებს აგრძელებს. მცხეთა-მთიანეთის შემდეგ ორგანიზაციის ლიდერები შიდა ქართლის ახალგაზრდებს ხვდებიან. შეხვედრა გორის სპორტის სასახლეში იმართება. მმართველი გუნდის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობენ და ახალგაზრდებს საკუთარ მოსაზრებებსა და ხედვებს უზიარებენ. საუბარი შეეხება ასევე რეგიონში ახალგაზრდების საჭიროებებსა და გამოწვევებს. პირდაპირ კომუნიკაციის შესაძლებლობა აქვს იმ ადამიანებთან, ვინც წარმოადგენს დღეს ჩვენ საქართველოს და ვინც უძლიერებს იმ ავტორიტეტს იმ სახელს და მიხარია, რომ გორშიც ჩამოვიდნენ და კიდევ ბევრი რაღაც გაკეთდება გორში. ჩემი აზრით არის ძალიან კარგი ესეთი შეხვედრები, რადგან შეგვიძლია რომ ჩვენ მივიდეთ, კითხოთ, დაუშვათ როდის გავიკეთებენ ამ სივრცეს, ან სხვადასხვა პრობლემაზე, როდის მოაგვარებენ და ჩემს ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა პირადად დაუსვან კითხვები და მიიღონ ამაზე ამოწურავე პასუხები. ვისაუბრებთ ყველა იმ თემებზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანი იქნება და საჭირო იქნება, ვისაუბრებთ პრობლემებზე, გაკეთებულ საქმეებზე. ძირითადი საჭიროებები არის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, ახალგაზრდული ცენტრებთან არის დაკავშირებული, რომ შეიქმნას სივრცე, სადაც შეძლებენ ისინი საუბარს, დისკუსიას, იმ საჭირო საკითხებზე საუბარს, რაც მათთვის მნიშვნელოვანია და ზოგადად რეგიონისთვის რაც მნიშვნელოვანია. ჩვენ ეტაპობრივად დაწყებული გვაქვს ამ საკითხებზე მუშაობა, რა თქმა უნდა, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად და ვფიქრობ უახლოეს პერიოდში ეს საკითხები და ეს პრობლემებიც გადაიჭრება. ჩვენ ახალგაზრდებმა ყველაზე კარგად ვიცით ჩვენი რეგიონის საჭიროებები და ჩვენი გუნდის მთავარი ვალი და პასუხისმგებლობა გახლავთ ის, რომ შევუწყოთ ხელი ახალგაზრდებს, რომ უფრო მეტად იყოს გათვალისწინებული მათი ხმა როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე მათი მუნიციპალიტეტების განვითარების გზაზე.